პოლიცია ცვლილებისთვის წევრი პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სვეტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოყვა. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა დაშაშვებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარე გარკვეული მტკიცებულებების საქმეში დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. საბა სვეტარიძე ბრალს აბსურდულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია. მისივე განცხადებით დაკავებისას მასზე ძალადობა განხორციელდა. დღევანდელ პროცესს ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდა. ეს არის ის ტიპუშა მირიან ქავთარაძე ვარსდები და ის მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძახეს. აი ეს არის თქვენი სამართალი სამწუხარო. მე მაწამეს, მაგრამ ვერ გავაკეთეს. მე დამაბავს, მე თავისუფლება ვერ ზამთრობ. მოვა დრო, როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის. ისინიც მოგიშორებენ თავიდან და უსამართლობის წინაშე თქვენს დადგებით. მაგრამ რადგან ამ უსამართლობის დამკანონებელი თქვენ იქნებით. თავისუფლება რეჟიმის წვერებს, თავისუფლება მზია. ჩემიან მონებად აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ, აუცილებლად ვაგებინებ პროკურორსაც და მოსამართლესაც. წარვადგინეს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ დაგვესაბუთებინა, რომ ეს ადამიანები იყვნენ თავდამსხმელები. მოსამართლემ გაითვალისწინა 4 პოლიციელის ჩვენება და არ გაითვალისწინა 15 გარეშე შემსწრე პირის ჩვენება და ვიდეო ჩანაწერები. პოლიციელები ამბობენ, რომ დაპირისპირება მოხდა რუსთაველის გამზირზე აქციაზე, ეს ადამიანები იყვნენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილები პოლიტიკური შეხვედრის დროს. გარშემო იყო სპეცრაზმი, არანაირი აქცია იქ არ ყოფილა.